დაუჯერებელია, მაგრამ ეს გოგონა არის უმძიმესი ონკოლოგიური პაციენტი, რომელიც სულ რაღაც ნახევარი წლის წინ სიკვდილისპირას იმყოფებოდა. ამ სურათებს შორის სხვაობა არის 8 თვე, მაგრამ არ გეგონოთ, რომ მეორე ფოტო მისი ურსულობის დროს არის გადაღებული. სინამდვილეში მის მუცლის ღრუში მდებარეობს გიგანტური ზომის აფთვისებიანი სიმსივნე, რომელიც იზრდება გადაგვარებული ცხიმოვანი ქსოვილიდან. ამ აფთვისებიან სიმსივნურ დაავადებას ლიპოსარკომას უწოდებენ. ეს სიმსივნე ხშირად ავსებს მუცლის ღრუს უმეტეს ნაწილს და გადადის მის სხვადასხვა ორგანოზე. ამ დაავადების ერთადერთი მკურნალობა არის სრული რადიკალური ქირურგიული ამოკვეთა, ქიმიოთერაპია და სხივური თერაპია ამ ონკოლოგიური დაავადების დროს არ არის ეფექტური. მშობიარობის შემდგომ მისი მუცელი არ დაპატარავდა. ამის გამო მან მიმართა ექიმებს, გადამისამართა ონკოლოგებთან. მუცლის ღრუში ნაპოვნი იყო დიდი ზომის სიმსივნური წარმონაქმნი. დაინიშნა ოპერაცია. სიმსივნე ვერ ამოკვეთეს, ანუ გაიხსნა და დაიხურა, როგორც ხალხში ამბობენ ხოლმე. ოჯახმა გადააგზავნა ამ გოგონას მონაცემები თურქეთის და ინდოეთის რამდენიმე კლინიკაში, მაგრამ იქედანაც უარი მოუვიდათ. დიაგნოსტიკის ხარისხს ონკოლოგიაში და სხვადასხვა დიაგნოსტიკური მონაცემების სწორ შეფასებას აქვს ფუნდამენტალური მნიშვნელობა. ამ ახალგაზრდა პაციენტის შემთხვევაში სამწუხაროდ მისი მონაცემები იყო არასწორად შეფასებული და ამის გამო მას სრულიად უსაფუძვლო უარი უთხრეს ოპერაციის წარმოებაში. ასე გამოიყურება კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე ნორმალური მუცელი და მცირე მეჯი. როცა კატე არის სათანადოდ გადაღებული, ეს გამოკვლევა გვაძლევს ონკოლოგიაში ძალიან ფართო დიაგნოსტიკურ შესაძლებლობებს და შესაბამისად ორგანოების, სტრუქტურების და სიზარღვების კარგ ვიზუალიზაციას. ჩვენი პაციენტის კატე გამოსახულება იყო იმდენად შეცვლილი, რომ არა ექიმიც კი მიხვდებოდა, რომ მუცელში სრული კატასტროფა ხდებოდა. ნორმალურ მუცელთან შედარებით, სადაც ანატომიური სტრუქტურების გარჩევა შესაძლებელია, პაციენტის მუცელი პრაქტიკულად მთლიანად იყო დაკავებული გიგანტური ზომის აფთვისებიანი სიმსივნით. ჩვენი ამოცანა იყო, რომ მაქსიმალურად ოპტიმალურად შეგვესწავლა პაციენტის დიაგნოსტიკური მონაცემები, გაგვეგო რის საფუძველზე უთხრეს პაციენტს უარი. ჩვენმა კოლეგებმა ხო ნახეს ეს მონაცემები და ჩვენ ზუსტად იგივე მონაცემებს ვაფასებდით. და ასევე უნდა გაგვეგო, შეგვიძლია თუ არა, რომ შეგვეთავაზებინა პაციენტისთვის სიმსივნის რადიკალური ამოკვეთა და შესაბამისად მისი შველაც. ჩვენმა გუნდმა დეტალურად შეისწავლა პაციენტის მონაცემები. ჩვენ არაერთი კონსილიუმი ჩავატარეთ და ერთობრივად მივედით იმ დასკვნამდე, რომ აქ სიმსივნის ამოკვეთა პოტენციალურად შესაძლებელია. მაგრამ ამ სიმსივნესთან ერთად ბევრი სხვა ორგანოც იყო ამოსაკვეთი. ლიპოსარკომას ახასიათებს ზოგადად სხვადასხვა ორგანოების ჩათრევა და მათში ჩაზრდა და ორგანოებიდან ორგანოზე გადასვლა. გაირკვა, რომ მარცხენა თირკმელი მთლიანად შემოხვეული არის სიმსივნით და არ ექვემდებარებოდა შენარჩუნებას. ასევე სიმსივნე აზიანებდა კუჭქვეშა ჯირკვლის, ანუ პანკრეასის უმეტეს ნაწილს. დიდი სირთულე ასევე იმაში იყო, რომ სიმსივნეს სისქეში დადიოდა წვრილი და მსხვილი ნაწლავის მარყუჟებიც. გაირკვა, რომ ნაწლავის დაახლოებით 60-70% დაზიანებულია. პარალელურად, როცა ხორციელდებოდა დიაგნოსტიკური მონაცემების შეჯამება, მოიძებნა ხელმოსაჭიდიც. ჩვენ ვთქვით, რომ მარცხენა თირკმელი სიმსივნეშია, მარჯვენა თირკმელი თავისუფალი იყო. სიმსივნე ასევე არ შეეხო ღვიძლს და მაგისტრალურ სიზარღვებს. ასევე მოიძებნა ჯამთელი ნაწლავების მარყუჟებიც. რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი გამოწვევაა. უდავოა, რომ ძალიან სარისკო ოპერაცია, თუმცა ეს რჩებოდა მის ერთადერთ შანსად. ჩვენ შევთავაზეთ პაციენტს სიმსივნის რადიკალური ამოკვეთა. რა თქმა უნდა, ესეთი ოპერაციებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია მთელი მედიკოსთა გუნდის შერწყმული მუშაობა, შესაბამისი პირობები და ასევე გამოცდილება. აქედან გამომდინარე, ჩვენ მოვიწვიეთ პაციენტი ჩვენთან American Hospital თბილისში, სადაც ჩვენ რეგულარულად ვკურნალობთ ძალიან რთულ პაციენტებს და გუნდი ამისთვის მზადაა. მაგრამ იმ დროისათვის, როცა ჩვენ გადავწყვიტეთ ოპერაციის წარმოება, პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. მას უჭირდა სუნთქვა და გადაადგილება, პრაქტიკულად ვეღარ ჭამდა. ავიაკომპანიამ უარი უთხრა ტრანსპორტირებაში სპეციალური ბრიგადის და აპარატურის გარეშე. ამის საშუალება პაციენტს არ ჰქონდა, დღითი დღე მისი მდგომარეობა მძიმდებოდა.
ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ოპერაცია მის ქვეყანაში გაგვეკეთებინა. ოპერაცია განხორციელდა 2024 წლის აპრილში. ტექნიკური სირთულეებით და ანესთეზიოლოგიური გუნდის ძალიან მაგარი მხარდაჭერით ჩვენ შევძელით და სიმსივნე ამოვკვეთეთ რადიკალურად დაზიანებულ ორგანოებთან ერთად. სიმსივნის წონამ შეადგინა 27 კილოგრამი და პაციენტის წონა ოპერაციამდე 60 კილოგრამზე ოდნავ მეტი იყო. ანუ სიმსივნე მისი სხეულის წონის პრაქტიკულად ნახევარს შეადგენდა. Операция დაახლოებით 7 საათი მიმდინარეობდა. Все удалили, там ничего нет. Вот. Но сейчас время надо. Очень большая операция была, большая. Чуть-чуть время надо для реабилитации. Но самое главное, видите, вон все удалили. Животик маленький. Скоро все вообще будет, как в молодости. ოპერაციის შემდგომი პერიოდი რთულად მიმდინარეობდა. საავადმყოფოში დაყრდნებამ 6 კვირა შეადგინა. უშუალოდ ქირურგიული გართულებები პაციენტს არ ქონია, მაგრამ პაციენტმა გადაიტანა ჯერ თირკმლის და მერე ფილტვების უკმარისობა და ასევე მას ძალიან მძიმე ინფექცია შეხვდა, რომელიც განვითარდა იმუნოდეფიციტის, ინტოქსიკაციის და ასევე დასუსტების ფონზე. რომ არა ათობით ჩემი კოლეგების, ანესთეზიოლოგების, რეანიმატოლოგების, თერაპევტების, რეაბილიტოლოგების, ენდოსკოპისტების და ასევე რა თქმა უნდა ექთნების და სანიტრების შრომა ეს გოგო ვერ გადარჩებოდა. მე ხშირად მეკითხებიან ხოლმე, რამდენად მიზანშეწონილია მსგავსი დიდი მასშტაბის ოპერაციების გაკეთება. ხშირად ისმის ხოლმე ესეთი რამ, რომ რა აზრი აქვს, მაინც ონკოლოგიური დაავადებაა. კი ამოიღებთ ამ სიმსივნეს, მაგრამ როგორ ცხოვრობს მე ეს ადამიანი? ხომ არ ხდება ინვალიდი? როგორია მისი სიცოცხლის ხარისხი? ამ პაციენტის ახლანდელი მდგომარეობა, რომელიც სიკვდილის პირას იდგა ნახევარი წლის წინ, გაგაოცებთ. კი ეს შესაძლებელი აღმოჩნდა. პაციენტი ნორმალური ადამიანის ცხოვრებით ცხოვრობს, ძმის ქორწილში ოპერაციის შემდგომ 3 თვის თავზე უკვე ცეკვავდა, უვლის ბავშვებს და სწავლობს ახალ პროფესიას, რომელზეც დიდი ხანია ოცნებობდა. ეს ოპერაცია, რომელზეც მოგახსენეთ ამ ვიდეოში, განხორციელდა 2024 წლის აპრილში ქალაქ ტაშკენტში. აღსანიშნავია, რომ 2 წლის უკან ასევე უზბეკეთში ჩვენ ოპერაცია გავუკეთეთ სხვა ახალგაზრდა ქალს, მაგრამ იგივე დიაგნოზით. სიმსივნის წონა 22 კილოგრამი იყო, თუმცა ოპერაცია იყო ნაკლები სირთულის. ამ ქალბატონზე 2 წლის უკან პოსტიც დავდე ჩემს პეიჯზე. მისი ისტორია ძალიან გავდა ჩვენს წლევანდელ პაციენტს. იმისთვისაც ოპერაციაზე უარი ჰქონდათ ნათქვამი არაერთ ქვეყანაში. თითქმის 2 წელიწადნახევარი გავიდა და ეს პაციენტი კარგად არის. აქტიურად მუშაობს, ჩვენი კოლეგაა, სპორტული ექიმია. ასევე აქტიურობს სოციალურ ქსელში და შექმნილი აქვს რამდენიმე სპეციალური ჯგუფი ონკოპაციენტებისთვისაც, სადაც იგი ეხმარება მათ მის ქვეყანაში. 2024 წლის ოქტომბერში მსგავსი სირთულის ოპერაცია ჩვენ საქართველოში განვახორციელეთ. ამჯერად პაციენტი ჩვენი ქვეყნის მოქალაქე იყო. დაპატარავდა ხო მუცელი, დაპატარავდა. და ამდენი ხანი რატო არ მოხვედით ოპერაციაზე? მე ვინ გაიგორო ბავშვი მუცელი ქონდა რა. სადაც ქონდა? სალსული ვიყავ მე და მუცელი დიდი ქონა. დაბადებიდან. ხო. ან დავსუსტი და ამ ხელა მუცელი ქონდა რომ მოხვედით და არ გაწყვეტია. არა. მადლობა ყურადღებისთვის.